რამიხშაბურისთვის 1474 წელს დაწერილი შეწირულების წიგნი ტეტრადე გახლავთ. მე-15 საუკუნით დათარიღებულ ტეტრადზე შესრულებულ უნიკალურ დოკუმენტს, რომელიც შეწირულობის წიგნს წარმოადგენს, ნებისმიერი დაინტერესებული უახლოეს მომავალში ინტერნეტის საშუალებით დეტალურად გაეცნობა. დასაწყისი გაფორმებულია არაჩვეულებრივი მაღალმხატვრული გემოვნებით შესრულებული ნახატით. იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში უნიკალური დოკუმენტების დიგიტალიზაცია დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-11 საუკუნიდან მე-19 საუკუნის ჩათვლით შემონახული ისტორიული დოკუმენტების დედნების ელექტრონული ბაზის შექმნა იწყება. დოკუმენტებით, რომელიც არაჩვეულებრივი კოლექციაა და ძალიან ძვირფასია და ძალიან ვუფრთხილდებით, ამიტომ სწორედ აქედან დავიწყეთ ჩვენ ამ ფონდით დავიწყეთ დიგიტალიზაცია. ძალიან შრომატევადი სამუშაოა ჩასატარებელი. მხოლოდ დასრულდა გადაღება. არქივის ძველ საბუთთა განყოფილების დედნების კოლექცია მთლიანად 10956 დოკუმენტს მოიცავს. ქართველი მეფეებისა და უმაღლესი სასულიერო პირების მიერ გაცემული საბუთები, ხელურთები თუ ბეჭდები აქ განსაკუთრებული სიფრთხილით ინახება. იმისათვის, რომ თითოეული მათგანი კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული და თაობებს გაუძლოს, მისი ელექტრონულ ვერსიაზე გადაყვანა ხდება. რომ იყოს დაცული ეს ისე, რომ საჭირო არ გახდეს მისი ყოველწუთას და კიდევ საუკუნეებს გაუძლოს, სწორედ ამიტომ ტარდება დიგიტალიზაცია, რომ რაც შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ფართო საზოგადოებისთვის. ლაშა გიორგის მიერ გაცემული შეწირულობის დოკუმენტი მეფის ხელთვით და ვახტანგ მე-6-ის მიერ ოქრო მელნით შესრულებული წყალობის წიგნი. ძველ საბუთთა განყოფილების ხელმძღვანელი ახლა იმ დოკუმენტებს გვაცნობს, რომლებიც დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლების დასასრულში დასკანერდა. მხატვრულად არის გაფორმებული ოქრო მელნით ვახტანგ მე-6-ის მიერ გაცემული წყალობის წიგნი, რომელმაც დეკანოზი ესეს უწყალობა მამამული ერთგული სამსახურისათვის. და ამაზე ძალიან მნიშვნელოვანი ეს, რომ არის ხელთვები ახლავს ვახტანგის და რუსუდანის, მისი თანამეცხედრე რუსუდანის და დატყმული ბეჭდები. ამ კაბინეტში კი საბუთების ელექტრონულ ვერსიაზე გადასვლა ხდება. როგორც ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი სპეციალისტი თამარ გაბუნია გვიხსნის, თანამედროვე ტიპის უკონტაქტო სკანერით, როგორც ფურცელზე, ასევე ეტრადზე შესრულებული მასალები კომპიუტერში ხარვეზებისა და დაზიანების გარეშე გადადის. დაახლოებით ივლისის თვეში დაიწყო დიგიტალიზაციის პროცესი. 1458 ფონდი დასკანერდა მთლიანად, ეს არის დედნების კოლექცია, რომელიც მოიცავს 10956 საბუთს. ეს მოხდა თანამედროვე ტიპის სკანერზე, რომელიც არის უკონტაქტო და იცავს დოკუმენტს მაქსიმალურად დაზიანებისაგან. დღეში ხდებოდა დაახლოებით 500-დან 1000 კადრის გადაღება. დღეიდან უკვე დასკანერებული მასალებით ელექტრონული ბაზის შევსება დაიწყება. ასევე თითოეული დოკუმენტის ამომწურავი ანოტაციის შედგენაც მიმდინარეობს. და როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, განახლებულ ვებგვერდზე დოკუმენტების ნახვა საძიებო სისტემის საშუალებით მოხდება.